რაკი იცხოვრე ამდენი წელი ადამიანი უნადური იქნება რომ დაიწყო რაღაცეების სხვა რომ დავფიქრდი არა ძალიან ბევრი ანჯვაც იყო თვალებაც იყო და უსიამოვნებას და სიხარულის ალბათ უფრო მეტი ასეთი ტკივილიანი და მხიარული დღეებით 50 წელი გავიდა და უკვე ნახევარი საუკუნეა რაც მწერლობის გზას მიუყვება როგორც თავად ამბობს მისთვის ყოველი დილა გაზაფხულია რადგან იგი არ არის გუში მე ვიყურებდი ამ წიგნს ისე რომ მე აღარ დავწერ აი ეს იმედი ვარ რომ დავწერ შემეძლო ეს წიგნი ცნება ჩემი აი როგორც ციხე რომელსაც ვიჯექ როდესაც ახლა ხედავ აი ესეთი წიგნია როგორც ამბობენ მისი გაგებისკენ ყოველი ახალი კრებული კიდევ ერთი ნაბიჯია ეს კი ახლა ის შემთხვევაა როდესაც პოეტის შემოქმედების მოყვარულ მკითხველს საშუალება ეძლევა 50 წლიან შემოქმედებას ერთი წიგნის სახით გაეცნოს ყველა შემოქმედს მით უმეტეს აი ჩემ ასაკში მით უფრო უჩნდება რომ შეიძლება ესე ნახოს ეს თავისი ამოღვაწარი ამას აკლია რა თქმა უნდა ჩემი ორი წიგნი მაგრამ ეს მაინც თავარია ჩემთვის ეს 50 წელი მოვუდი ფაქტიურად და ეს ჩემი პოეტური ცნობიერების აი დაინახა დოკუმენტი ეს აი რა ყოფილა და რანაირი ყოფილა თუმცა ამას აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს ლექსები, პოემები და ნაწარმოებები, რომლებიც კრებულში შევიდა, გამომცემლობა ინტელექტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ეს არის წიგნი, რომელიც წიგნიერების სალაროში სერიოზული წვლილია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის. წიგნის გარეშე ვიცით, რომ არ ვითარდება საზოგადოება, ეს არ არის ტუიზმი, ადამიანს აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს აჩვენებს კითხვა და კითხვის გარეშე თავისუფალი საზოგადოება ვერ შედგება. ამიტომ დიდი მადლობა პირველ რიგში ავტორს და შემდეგ გამომცემელს, იმიტომ ეს ასევე ძალიან ლამაზი წიგნია. ერთად შეკრებილი ეს შემოქმედება ახდენს ძალიან დიდ გავლენას და ჩვენს თვალწინ დგას მე-20 და 21 საუკუნის დასაწყისის დიდი ქართველი პოეტი. მე როცა უცნობი დავწერე, გამოიცა პირველად და მეორე წიგნზე ვფიქრობდი მაშინ ბეზიქს უთხარი რომ ძალიან ბევრი მასალები მაქვს საინტერესო მასალები ისეთი რომელიც არ ვიცი შევიტანო წიგნში ვიღაცებს ვერიდები ვიღაცებს შეიძლება რამდენად გავბედოთ თუ არა მეთქი და ბეზიქმა მაშინ მითხრა ფოტოშოპის ადეკი და ყველაფერი ჩაყარე მაგ წიგნში და დაუჯერე მე ბეზიქ თითქმის დაუჯერე ეხლა ეს წიგნი რო დავიკითხე ეს შტაბეჭდება დამჩა ბეზიქმა თავისუფლების მანძილზე რაც კარგი ჩანაწერები გააკეთა პროზაული პოეტური რაც კარგი ციტატები მოეწყება სხვათა წიგნებში ყველაფერია შეკრიბა და კარგი გაგებით ჩაყარა ამ წიგნში მაგრამ ისე ზომიერად ჩაყარა რომ მეტად საინტერესო წიგნი გამოვიდა ახალი გამოცემის წარდგინებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და თითოეულ საშუალება მიეცა კითხვებზე პასუხი თავად პოეტისგან მოისმინა ამ წიგნმა აი ამ 50 წლიან შემოქმედებამ ერთგვარი კულტურული მოვლენის კულტუროლოგიური მოვლენის სახე შეიძინა ეს იმიტომ რომ ამ წიგნში თავი მოიყარა არა მარტო ერთი ავტორის შემოქმედება მაგრამ თელმა ჩვენმა პოეტურმა აზროვნებამ ჩვენმა გზამ რა გზა გავიარეთ აი ამ 50 წლის მანძილზე ბესიკ ხარანაულმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო ლექსების პირველი კრებული 1968 წელს გამოსცა და მას შემდეგ მისი შემოქმედება კითხველის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. არაერთი პრემიის ლაურეატის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი და არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეშიც გამორჩეულია. ბესიკ ხარანაული არის პოეტი, რომელმაც ყველაზე მეტად აქტიურად შეუტია გალაქტიონ ტაბიძის დიქტატურას ბოლო საუკუნის პოეზიაში. ეს პატარას არ ნიშნავს. მაგრამ თუ გალაქტიონ ტაბიძის გავლენა იყო მეტად ნაყოფიერი და მან განსაზღვრა მთელი საუკუნის პოეზიის მიმართულება და წარმატებანი ეს ხარანაულის გავლენის შესახებ ამას ვერ ვიტყვი მე ეს ეთყობა არ ვიცი პოეზია ისეთი პოეტია შეიძლება რომელმაც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს ან და შეიძლება ეს ქართული ენის თავისებურება იყოს და მიზეს ვერ აქვს მეტაპოეტური წიგნი კონცერტი ასე ქვია ახალ ნაწარმოებს რომელზეც მწერალი უკვე 3 წელია მუშაობს და როგორც თავად ამბობს წიგნი მალე გამოვა